საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს შრომის უსაფრთხოების ნორმების შეფასებისას. დამსაქმებელი ვალდებულია ყოველი ახალი სამუშაო პროცესის დაწყებისას მოახდინოს ლოკალურ დონეზე საფრთხეების შეფასება, სწორედ საფრთხიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და შემდგომ გატარება. გამოყოფ დახურულ სივრცეში მიმდინარე სამუშაო პროცესს, ვინაიდან დახურულ სივრცეში მუშაობა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სამუშაოდ, რადგან ასეთ გარემოში ხშირია სიცოცხლის სახიფათო ფაქტორების ერთდროული არსებობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ჟანგბადის უკმარისობასთან და ტოქსიკური აირების მაღალ კონცენტრაციასთან. დამსაქმებელმა დახურულ სივრცეში სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება, გაზომოს ჟანგბადისა და მავნე აირების კონცენტრაციები. დასაქმებულები აღჭურვილს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დასაქმებულებს ჩაუტაროს სპეციალური სწავლება დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ მუშაობასთან დაკავშირებით. სამუშაოების მიმდინარეობისას ზედამხედველი პირის დახმარებით განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი მის უსაფრთხოდ წარმართვაზე. ზემოაღნიშნული პროცედურების თანმიმდევრული განახორციელებით თავიდან იქნება აცილებული სამუშაო სივრცეში მყოფი პირების ჯანმრთელობის დაზიანება.